ვაგრძელებთ ლექციას. თამისათვის მნიშვნელოვანია ავტორის მიერ გამოთქმული აზრის მიმართ დავიცვათ ერთგულება. არ შეიძლება შევცვალოთ აზრი იმის გამო, რომ ის გაუგებარია, ან სხვადასხვა ინტერესის გამო სხვა აზრი მივანიშნოთ ნათქვამს. თარგმნას თავისი მეთოდით სურს გამორიცხოს ერთდროულად ძალზე მარტივი და აშკარად ინტერპრეტაციული, უკაცრავად ტენდენციური ინტერპრეტაცია. თარგმნელი ეძებს ავტორის მიერ გამოხატულ აზრს. მისი მეთოდია ტექსტის ახსნა და არა ენობრივი ანალიზი. მან უნდა გადმოცეს აზრი სხვა ენით, რაც მოცემულია იმავე ენის შიგნით, იმათვის, რომელთაც შესაბამის ცოდნა აქვთ ამის გასაგებად. პრობლემა იგივე რჩება. ერთი ენის შიგნით ფრაზების ციტირება კონტექსტის გარეშე ტენდენციურია, რადგან ახალ კონტექსტში, რომელშიც მას მოათავსებენ, მას შესაძლოა იმისგან განსხვავებული ელფერი მიიღოს, ვიდრე ამის თქმა ავტორს უნდოდა. იზოლირებული წინადადებების თარგმნა ორაზროვნების საფრთხეს ქმნის. თუ ვთარგმნით ტექსტს თითოეული წინადადებით, სათარგმნო ენის შთაგონებით, ისე რომ არ გავითვალისწინებთ წერლის ნააზრებს, ამით ერთად მოვათავსეთ იზოლირებული ენობრივ ელემენტებს, რომლებიც ცალკე აღებული შესაბამება როგორც ერთ ენას, ისე მეორეს, მაგრამ მათი ერთად განთავსებით ისინი შექმნიან ელემენტთა გროვას, რომელსაც არაბუნებრივი ფორმა ექნება, ვიდრე მას შეიძლება ჰქონოდა სათარგმნო ენაში. ცოდნა, რომელსაც კითხვის დროს ვიყენებთ, შეიძლება იყოს ღრმა ან მინიმალური. ის ყოველთვის განსხვავდება კითხველის მიხედვით. ექსპლიციტურისა და ცოდნის შერწყმა არ გვაძლევს ერთნაირ შედეგს. ერთი რამ ცხადია, შეზღუდული ვართ მინიმალური ცოდნით, რომელსაც გვაძლევს ენაში არსებული სიტყვები. თუნდაც ენციკლოპედიურ ცოდნას ფლობდეთ. იმისათვის, რომ აზრი გამოყოთ, საჭიროა ცოდნა დავუმატოთ მეტყველების ექსპლიციტს და ორატორმა უნდა ივარაუდოს, რომ არსებობს ყველასათვის საერთო ცოდნა, რომლითაც ის გადმოცემს იმ ინფორმაციას, რისის შეტყობინებაც მას სურს. ექსპლიციტური ამ კონკრეტულ შემთხვევაში და საერთოდ ზოგადად ნიშნავს ის, რაც გამოხატულია ავტორის მიერ. რა უნდა ვქნათ? ენა უნდა ვთარგმნოთ, თუ გადმოვცეთ აზრი. ამ შემთხვევაში თვით თარგმნის კვლევის ობიექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. თუ კი საკითხს ასე დავაყენებთ. იმის თქმა, რომ აზრი ჩადებულია ენაში, ნიშნავს მთელი თეორიული ძალის ხმევმა მივმართოთ ტრანსკოდირებაზე. თუ უპირატესობას მივანიჭებთ აზრის გადმოცემას, რათა დავაკავშიროთ ერთმანეთთან თარგმნელები და თეორეტიკოსები, რომელთათვისაც თარგმანი არ არსებობს აზრის გარეშე. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ უპირატესობა მიანიჭო ინტერპრეტაციულ მეთოდს. მე კი ვთქვი, რომ მარტო ინტერპრეტაციული მეთოდი არ გამოდგება სათარგმნელად. თარგმანი გულისხმობს ერთდროულად ტრანსკოდირებისა და ინტერპრეტაციის მონაცვლეობას. ამას გარდა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინტერპრეტაციული მეთოდი არ იყოს შინაარს მოკლებული, რადგანაც შედარებითი მეთოდი დიდი ხანია ძალიან გამჯდარია იმათ აზროვნებაშიც კი, ვისაც ჰგონია, რომ მისგან განთავისუფლდა. უკვე დიდი ხანია არც ერთი თეორეტიკოსი არ ამტკიცებს, რომ თარგმნა ესაა სიტყვასიტყვეთი ტრანსკოდირება. პრინციპი უარყოფილია, აღარავინ იცავს ამ მეთოდს. სიტყვასიტყვით გადათარგმნა, თვით ეს გამოთქმა კნინობითია და მაინც ყოველთვის, როდესაც თეორიული საკითხი ეხება თარგმანს, სიტყვებს შორის შესაბამისობა ხდება დისკუსიის საგანი. და ეს ძალიან ხშირია. თარგმნისას არა მარტო შენ უნდა გესმოდეს, სხვისთვისაც უნდა იყოს ის გასაგები. თუ სხვისთვის გაუგებარია ნათარგმნი ტექსტი, ეს იმას ნიშნავს, რომ თარგმანი უხარისხოა. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვახსენეთ სინეკდოხა. და ისიც ვთქვით, რომ ის არის რიტორიკული ტროპი, რომელსაც ფართოდ იყენებენ სტილისტიკაში.
უნდა აღვნიშნოთ ის, რომ სინაგდოხა თავისუფლად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სტილისტური ეფექტი ზოგადად დისკურსისათვის. რადგან ყველა შემთხვევაში იდეებთან დაკავშირებით, რასაც დისკურსი გამოხატავს, მას გარკვეული მნიშვნელოვანი როლი უკავია. მისი მატერიალური ფორმა ყოველთვის მინიშნებაა, ვიდრე აღწერა. სინამდვილეში მეტყველება ეყრდნობა მსმენელის ცოდნას. დისკურსი რომ გაკუთვნილი ყოფილიყო უცოდინარი მსმენელისათვის, ამოიქნებოდა ამომწურავი ინფორმაციის გადაცემა. ალბათ შესაძლებელია მისი უსასრულოდ გაშლა და პირიქით მოსაუბრეთა შორის ცოდნის დონის გათვალისწინება, რომ ზუსტად ერთნაირი იყოს თქმის აუცილებლობა აღარ იარსებებდა. კომუნიკაციის ნორმალური სიტუაციის დროს რაღაცის ცოდნა თანაბარი დოზითაა მოცემული. მოსაუბრე ამბობს მხოლოდ იმას, რაც უცნობია. მიმღები, ანუ მსმენელი ავსებს ინფორმაციას იმით, რაც მან იცის. აზრებთან შედარებით, დისკურსი ითვალისწინებს ერთგვარ მრავალსიტყვაობას და მისი გამოცოცხლება ხდება შეკუმშვითი ტიპის მოძრაობით, ცოდნაში არსებული განსხვავებით, რომელიც ყველა შემთხვევაში მსმენელს მოსაუბრისაგან გამოჰყოფს. იგი რამ ხდება ენაში? სიტყვა ვერ ნიშნავს ჭიქას ან მინას. გადმოსცემს ნივთიერებას, მაგრამ ასახელებს ასევე საგანსაც, რომლიდანაც სვამენ. ასევეა დისკურსში. გამოთქმების უმეტესობა გადმოსცემს იდეას ერთი მახასიათებელი ნიშნით, თლიანი მნიშვნელობის გადმოსაცემად. ეს ხერხი ყოველთვის გამოიყენება სრულიად ბუნებრივად და გაუაზრებლად ყველა მოსაუბრის მიერ ნებისმიერი ტიპის დისკურსში. როდესაც ადამიანი ამბობს, მაგალითად მეუღლე დაბრუნდა შინ და ამბობს, გაზეთი ვიყიდე. ოჯახის წევრს როცა ამას ეტყვის, ჩნდება უკვე ინფორმაციის გაზიარება, მაგრამ ოჯახის წევრს უკვე თავისთავად გააჩნია ინფორმაცია, ანუ არის რაღაცა გაზეთი, რომელსაც ოჯახში მუდამ ყიდულობენ და აღარ არის საჭირო, რომ მანაც იგი იყიდოს. მასადამე აზრი უკვე გასაგები ხდება იმისთვის, ვინც თქვა. ანუ ის არ აკონკრეტებს, რომელ გაზეთზეა საუბარი, რადგან ოჯახის ყველა წევრისათვის ეს ცნობილია. ყოველთვის ხდება ტექსტის და არა ენის თარგმნა. თავარია განვასხვაოთ ისინი ერთმანეთისაგან, რომ სწორად დავსვათ საკითხი თარგმნის პრობლემების შესახებ. თანამედროვე ლინგვისტიკა ენის კვლევის დროს შეეხო კონტექსტისა და სიტუაციის ცნებებს. მაგრამ ფიქრობ, აუცილებელია გავმიჯნოთ კონტექსტის ცნება. კერძოდ ვერბალური კონტექსტის, რომელიც შეესაბამება უშუალო მეხსიერების უნარსა და აზრობრივი ერთეულის ფორმალურ ასპექტს, რასაც ვუწოდებთ კოგნიტიურ კონტექსტს, რადგანაც ის შეესაბამება იმ იდეებს, რომლებიც ჩნდება კოგნიტიურ მეხსიერებაში დისკურსის დაწყებიდან. ამ ორ კონტექსტს უნდა დავუმატოთ ცოდნა, რომელიც მასთანაა დაკავშირებული. მას უწოდებენ რელევანტულ ცოდნას, რომელსაც ფლობს მკითხველი, რათა გაიგოს აზრობრივი ერთეულები. ეხლა, რა არის ვერბალური ცოდნა? კონტექსტი, ანუ უშუალო მეხსიერებაში სიტყვათა ერთობლიობის ერთდროული არსებობა, რაც ნაწილში შეესაბამება ვიზუალური აღქმის ველს. ხსნის, რომ პოლისემია არის ენის მდგომარეობა და არა დისკურსის შედეგი. დისკურსში პოლისემია არ უქმნის პრობლემას თარგმანს, მაშინ როცა ლინგვისტიკა მას უპირატესობას ანიჭებს.
აზრობრივი ერთეულის ვერბალურ ნაწილში არავითარ პოლისემიას არ აქვს ადგილი. მსმენელი არანაირ არჩევანს არ აკეთებს სხვადასხვა ნიშნულობებს შორის. წინადადებაში, რომელიც წარმოთქმულ იქნა მაგიდასთან, donne-moi un morceau de pain, მომეცი ერთი ნაჭერი პური. ამ წინადადებაში ყველაფერი ნათელია, რომ ვიღაც ითხოვს ერთ ნაჭერ პურს. არც ერთი სიტყვა არ არის პოლისემანტური და ამიტომ წინადადების მნიშვნელობაც გასაგებია. კოგნიტიური კონტექსტი. როდესაც საუბრობ აზრობრივ ერთეულზე, ისევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის ერთი მნიშვნელობისათვის, როგორც ესაა ვერბალური კონტექსტი სიტყვათა ერთი მნიშვნელობისათვის და სემანტიკური ნიშნებისათვის. კოგნიტიური კონტექსტი არის ინფორმაციათა დინამიური ერთობლიობა, რომელიც მსმენელს მიეწოდება დისკურსის მიმდინარეობის დროს, ან კითხველს კითხვისას. დისკურსის დასაწყისში კოგნიტიური კონტექსტი ნულის ტოლია, მაგრამ ის უფრო ივსება თხრობის პროცესში. იდეა, რომელიც ამოძრავებს ორატორს, რაც უფრო ნათელი ხდება და მისი თანხლები ინფორმაცია ძლიერდება, მით უფრო ფართოვდება და მტკიცდება ის საფუძველი, რის მიხედვითაც მსმენელი ან მკითხველი შეძლებს ააგოს მნიშვნელობათა ერთეულები, რომლებიც ერთმანეთს მიყვება, ერთმანეთს თანსდებს. თარგმანისათვის ერთი რამ აშკარაა, ის უნდა იყოს გასაგები და კაფიო. გამონათქვამის მნიშვნელობა, რაც უფრო დამოკიდებულია გამონათქვამის გარეშე არსებულ ცოდნაზე, თარგმნელი მით უფრო უნდა ჩაწვდეს ამ ცოდნას, რათა ხელახლა გამოხატოს ეს აზრი სხვა ენაზე, ანუ სათარგმნ ენაზე. დისკურსის გადმოცემისას შეიძლება ითქვას, რომ კოგნიტიური ცოდნის მიხედვით მოსაუბრე ეყრდნობა მსმენელს. გამონათქვამის სიგრძე და სიზუსტე შეიძლება ვარირებდეს უსასრულოდ. საერთო ცოდნა, რაც უფრო ფართია, მით უფრო ნაკლებადაა აუცილებელი, რომ ის ექსპლიციტური იყოს, ანუ გამოხატული. როდესაც ორივე ცოდნა ემთხვევა, გამონათქვამი უფრო ელიფსურია, ანუ მას აკლია რაღაცა წინადადების წევრები, რაღაცა სიტყვები, მაგრამ ვინაიდან ორივეს, ანუ თქმელისა და მსმენელის ცოდნას იდენტურია, ის გასაგები მაინც ხდება. მწერალს, რომელიც მიმართავს ნებისმიერ მკითხველს, ორატორთან შედარებით უფრო მეტი დრო აქვს, რომ ზუსტად გაიაზროს ის, რისი თქმაც სურს და შეზღუდოს ის დაშორება, რომელიც არსებობს ენასა და მეტყველებას შორის. მან შეიძლება აწონ-დაწონოს კარგად თუ რისი თქმა სურს, რამდენად შეესაბამება იმას, რის თქმასაც აპირებს. მან შეიძლება ააგოს წინადადება ისეთნაირად, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს წინადადების ფორმაზე. ის ფუნქციონირებს მისი განჟის რითმის მიხედვით და არა იმ წამიერი ასოციაციით, რომელიც არსებობს აზრსა და მეტყველებას შორის. ზეპირი დისკურსი მოქმედებს ურთიერთობის სისწრაფის მიხედვით, რომლის კონკრეტიზირება ხდება მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რა დროსაც ის გვესმის. ორატორი უკან არ უბრუნდება იმას, რაც უკვე თქვა. პირიქით, ის ააზუსტებს ნელ-ნელა თავის ნათქვამს და ახდენს მის ახსნას. ზეპირი მეტყველება ხასიათდება ყოყმანით, ლაფსუსებით, გამეორებებით და უსრულებელი წინადადებებით, მაგრამ როდესაც ისინი ჩართულია კოგნიტიურ კონტექსტში, მათი გაგება სრულებითაც არაა ძნელი და მსმენელი ყოველგვარი სირთულის გარეშე მიყვება აზრს. და ბოლოს შეიძლება დასკვნის სახით ვთქვათ, რომ სხვადასხვა ენაში გამოთქმების სტრუქტურა შესაბამისი არ არის და უნდა ვაღიაროთ, რომ წლების განმავლობაში სწავლებამ დაგვანახა, რამდენად შეუსაბამო შეიძლება იყოს და უშუალოდ იგივე სინქრონული თარგმანი, როდესაც ის რჩება ფრაზის ენობრივ დონეზე.
ზეპირი დისკურსის მნიშვნელობის აღდგენა შეუძლებელია. სინქრონულ თარგმანში შეიძლება აზრი არ იქნას აღქმული, მაშინ, როდესაც წერილ თარგმანში შეიძლება მაინც რაღაცნაირად იქნას გაგებული. შეიძლება დიდხანს ვისაუბროთ მიზეზებზე, რომელიც ხსნის იმას, რომ სინქრონული თარგმანი არ არის ყოველთვის ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩვენი მიზანია მხოლოდ ის, რომ ჩატარებული დაკვირვებების შედეგად გაგვეკეთებინა დასკვნა თარგმნის პროცესის შესახებ, რომელიც გაგებულია როგორც ცოდნის გადმოცემის და არა ენის ტრანსკოდირების პროცესი. ტრანსკოდირება ესაა ორი ენის კონტაქტი. თარგმანი კი თუ კი საკმარისად დარწმუნებული ვართ ასში, რომ მხოლოდ მას დავეყნოთ, რათა გასაგები გახდეს ორიგინალი, ესაა პირდაპირი კონტაქტი სემანტიკურ მნიშვნელობასა და ერთ ენობრივ ფორმას შორის. ერთი ენოვანი კომუნიკაციის ნიმუშს მოსდევს გასაგები თარგმანი. ენაში მოსაუბრე თავისუფალია იმის ფორმულირებაში, რისი თქმის სურვილიც აქვს და ის თავისუფალია მიუსადაგოს თავისი მეტყველება გარემოებასა და მსმენელებს. თვითონ ირჩევს იყოს მჭერმეტყველი თუ სიტყვა ძუნწი, დახვეწილი თუ უხეში, ირონიული თუ ემოციური, კონკრეტული თუ ბუნდოვანი, იმ მოტივისა თუ ეფექტის მიხედვით, რისი მიღწევაც სურს. მას შეუძლია თავად განსაზღვროს აზრის გამოხატვის რეგისტრი, თავისი სტილი, თუ კი სურს, რომ მას გაუგონ, ის გარკვეულ შეზღუდვებზე წავა. მორფოსინტაქსური ხასიათის შესწორებების გარდა, ის დაიცავს იმ ენის ლოგიკას, რა ენაზეც უნდა თარგმნოს. ის აზრის სწორად გამოსახატავად ენაში არსებული პრინციპების შესაბამისად, ისეთ ფორმებში არჩევს, რომლებიც დაშვებულია მისი ენობრივი კოლექტივის მიერ. მადლობთ ყურადღებისათვის.